ჩერი. ბევრი ადამიანი იღებს ვარჯიშის დაწყების გადაწყვეტილებას, მაგრამ რეალურად ეს ვარჯიში რომ აქციონ რუტინა, თან გამოიმუშავონ დისციპლინა, უმრავლესობას უჭირს და ეს ერთჯერადი გადაწყვეტილება ხდება ხოლმე მხოლოდ ვარჯიშის დაწყება. აი შენი რჩევა რა არის მაგ ნაწილში, როგორ ვაქციოთ ვარჯიში ყოველდღიურობად და არა ერთთვიან ან ერთკვირიან ყოველდღიურობის მასაჟების კურსად. მან ძირითადად როგორც წესი პირველი შეცდომა, რასაც უშვებენ ხოლმე, არის ის, რომ არიან მოტივაციაზე დამოკიდებული. მხოლოდ მოტივაციაზე, იმიტომ რომ აი ისედაც მესიჯებიც ესე შემოდის, რომ აი მე მოტივაცია გამიქრა და რა ვუყო მოტივაციას და ჩვენ სულ ვიძახით ამას, ჩვენი გუნდი ამას ვამტკიცებთ, რომ მოტივაცია ეს არის ემოცია, ემოციაზე ვერ ვიქნებით სრულად დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ 9 პარასკევი გვაქვს ჯერ მარტო ერთ დღეში ქალებს და ვით უმეტეს ესე ხანგრძლივად რომ რაღაცა ემოციაზე იყოს ქალი დამოკიდებული, ძალიან რთულია თუ ის სიყვარული არ არის, ახლა ისეც ის სიყვარული ხანდახან ესეთია, მერყევი. ერთჯერად. ხანდახან ერთჯერადიც, ხო. ხო, ეხლა რაც შეეხება ხუმრობა რო გადავდოთ ცალკე, დისციპლინა ესე ძალიან საშიშად ჟღერს ეს სიტყვა ძალიან ბევრისთვის რა, ანუ დისციპლინირებული უნდა იყო რა, ეთქო გონიათ რომ ესე რობოტივით უნდა ადგე დილის 5 საათზე იქ რაღაცა უნდა გააკეთო რაღაცა რუტინები, მე იქ ჟურნალში რაღაცები უნდა ჩაწერო, დღიური უნდა აწარმო, არ არის ეს ესე. დისციპლინას რომ მიაღწიო, უნდა დავიწყოთ პატარ-პატარა ჩვევებით, ოღონდ ეს პატარ-პატარა ჩვევები უნდა ვეცადოთ რომ რამოდენიმე დღე მაინც გავიმეოროთ, რომ ის გაჯდეს იმაში იმდენი ძალისხმევა არ წაგვივიდეს როგორც დავუშვათ პირველად გაკეთებისას და აი შემდეგ როცა უკვე აი რაღაცა სიმარტივეში გადავა უკვე დავამატოთ მეორე რაღაცა. მერე მესამე და ასე შემდეგ რაღაცა 5-6 დღე მაინც გავიმეოროთ, 7 დღე გავიმეოროთ, რომ აი იმ რაღაცა სიახლის ეფექტი ვიგრძნოთ და შეგრძნების დონეზე მაინც გავითავისოთ, რომ ვა, ეს რაღაცა რო გავაკეთე, ძალიან მაგრა ვიგრძენი თავი აი ამ თუნდაც მსუბუქი ვარჯიშის მერე, თუნდაც აი 5-10 წუთიანი ვარჯიშის შემდეგ, რომ აი რაღაც სისხლი რო აჩქარდა რაღაცა ახლიდან დავიბადე, გამოვცოცხლდი, თითქოს რაღაცა მგონია რომ თებს გადავდგა. ანუ აი ეს ოღონდ ეს შეგრძნებები ყოველ წუთს და წამს უნდა დაიჭირონ თავის თავში, რომ შემდგომ მეორე დღე ზუსტად აი ამ შეგრძნება მიიყვანოს ისევ იმ არეალზე. მეორე კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, რომ აი ეს ზუსტად ეს ვარჯიში რომ რუტინაში გადავაქციოთ, ხო? გაჩნია ვინსად ვარჯიშობს, თუ დავუშვათ ვარჯიშობენ დარბაზში, ძალიან მნიშვნელოვანია რომ დარბაზში მივიდნენ ყოველდღიურად. აი შეიძლება მივიყვანოთ ჩვენი თავი დარბაზამდე. მივიყვანოთ ჩვენ. აი ინგლისურში ძალიან მაგარი გამოთქმა არის რა, show up. Just show up. აი უბრალოდ გაჩნდი იმ ადგილას, სადაც არის შენი სავარჯიშო არეალი. შეიძლება აი ყველაზე მაგარი რაღაცა იქნება, რომ საერთოდ ვარჯიშზე არ იფიქრონ, უბრალოდ იფიქრონ, რომ აი სადღაცას არიან წასასვლელები. და აი იმ სადღაცას იყოს დარბაზი, სადაც ვარჯიშია. იქ უკვე მადა ჭამაში მოდისო და უეჭველი მოუნდებოდეს ყველაფერი. აქ სახლში ვარჯიშის შემთხვევაში? სახლში ვარჯიშის შემთხვევაშიც გამოიცვალონ. ყველა ვარიანტი სპორტულები ჩაიცვან მეც ამას ურჩევ ხოლმე და გამოიცვალონ და აი იქ სადაც არის მოწყობილი ხოლმე რაღაცა იქ მივიდნენ. შეიძლება იმ აწყობას და გამოწყობასაც დრო ჭირდება და ეგეც ეზარებათ, მაგრამ სულ მატის გარეშე პარალონით, ხო, მატი არ ქვია? ხო. მატის გარეშე დადგნენ და იქ დაიწყონ და მერე გამოიღონ, ახლა შესვენებაზე გამოიღონეს მატი არანაირი პრობლემა არ არის. როდესაც ვარჯიშზე მიდის ხოლმე საქმე, აუცილებელი არის აქ აი დისციპლინას რაც ეხება, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ ერთი კონკრეტული საათი მივანიჭოთ ვარჯიშის დროს. აი არ გავაკეთოთ ესე მით უმეტეს ჩვენ თუ გვიჭირს აი ამის ყოველდღიურობაში ჩაჯდომა და ეს ჩვენთვის ეს რეჟიმი და რუტინა ან დისციპლინა არ არის ფამილიარული და აი ეს როგორც გვინდა სადაც გვინდა ისე ვცხოვრობთ, ხო? აი მაგ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთი კონკრეტული საათი მივანიჭოთ, რომ აი ესე არ იყოს რომ აი მე ხა დღეს დილას ვერ მოვახერხებ, მოდი საღამოს ვიზავ. მოდი საღამოს აი ხა საღამო უეჭველი რაღაცა მოხდება. სხვა საქმე გამოჩნდება. მოდი გადავდებ, всё, დღე გავიდა ისე რომ ვარჯიში ვეღარ ჩავსვით რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მანდაც რომ მივანიჭოთ ერთი კონკრეტული დრო. რომ ნუ ოკეი, შეიძლება 1 საათი კონკრეტული საათი მინიჭება გაგვიჭირდეს, მაგრამ აი რაღაცა აი ამ მონაკვეთში აქედან აქამდე უნდა ჩავსვა მე ვარჯიში. მე მგონი მნიშვნელოვანი მესიჯია ასევე ვთქვათ, რომ ერთჯერადი გადახვევები ყველას აქვს და თუ ერთ დღეს რაღაც ისე არ გამოვიდა, ეს არ უნდა იყოს დემოტივაციის საბაბი, რაც ხშირად ეგრე არის ხოლმე, რომ ყველას აქვს რაღაც წვეულება, დაბადების დღეს სტუმარი მოულოდნელად მოვიდა ან მსგავსი შემთხვევები და შეიძლება რაღაც დღეს ჩაგვივარდეს ვარჯიში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალიდან ესე იქ თავი უნდა დავანებოთ საერთოდ ვარჯიშს.
აუცილებლად და მან მერე შემოდის უკვე თამაში აი ეს მეორე დღეს ანაზღაურება და თვითგვემა რომ აი გუშინ და თავის დასჯა ცალკე გუშინ გამიცა და 2 დღის ვივარჯიშოთ ანუ ესე არ ეხა მე რო დღეს 2 დღის ვჭამო გუშინ დელზე ხო არ მიმეწევა რა გამოვარო დღეს მივიღეთ იმაზე მეტი კალორია ვიდრე უნდა მიგვეღო ვარჯიშზეც ეგრე არის ანუ წარმოიდგინეთ ბანკურად რო ვთქვათ რა ერთი ბუღალტრული დღე იმ დღეს იხურება ჩვენი ერთი დღის ციკლი იმ დღეს იხურება როცა ჩვენ წვევით და მაშინ იხურება როცა წვევით და ვიძინებთ მეორე დღეს არანაირი დასჯები ანაზღაურებები არ გვჭირდება და არც ის არ არის რომ დავუშვათ ერთხელ მართლა სადღაც ვარ წასასვლელი და ეს ის ერთი რაღაც რო გამიწდა არ ნიშნავს იმას და ზუსტად ეგ არის რომ იდეაში ჩვენ რო დისციპლინას ვემუშავებით ხო და უკვე რო გამჯდარი გვაქვს ეს ყველაფერი და მაქსიმალურად რუტინაში რო გადასული ის ერთჯერადი გადახვევა კი არა შვებულებაშიც რო წავიდე მე მაინც ვიცი რომ მე ამას დაუბრუნდები იმიტომ რომ მე ეს უკვე იმდენად გავიჯინე ხო თორე გაზარმაცება ყველაზე მარტივი არის ადამიანისთვის გაზარმაცება ეს არის ყველაზე იოლი რაღაც როგორ და რეჟიმიდან ამოვარდა აი ყველაზე აი რა ვიცი აი კამფეზე ადვილი კამფეთი ჭამაზე ადვილი გაზარმაცება არის მაგრამ როდესაც ვიცი რომ მე აი ეს რაღაცა თუნდაც ერთი კვირის წინ აი ესე კარგ რეჟიმში ვიჯექი როგორ კარგად და პროდუქტიულად მოქმედებდა ეს ჩემ დღეზე ყველაფერი როგორ კარგად იყო გადალაგებული დღის განმავლობაში კარგად ვждდოდი თავს ხერხემალში ტკივილები არ მაწუხებ და დაჭრაჭუნებული არ დავდიოდი ეს ახალგაზრდა ქალი იმ ერთი კვირის მერე აუცილებლად მიუბრუნდები მე ჩემს აი სავარჯიშო რუტინას რა და აი დისციპლინაც ესე რომ რაღაცნაირად შევაჯამოთ ხო როგორ უნდა გამოვიმუშაოთ დისციპლინა არ ხდება ერთ ღამეში არ ვიღვიძებთ ჩვენ დღეს ვარ რობოტი და გადავწყვიტე რომ всё ყველაფერი იქნება იდეალურად იქნება ნელ-ნელა აუცილებლად იქნება ჩავარდნის დღეები გვჭირდება რომ აუცილებლად მივანიჭოთ ერთი კონკრეტული საათი აი იმ რაღაც სავარჯიშო რუტინაზე აუცილებელია რომ ყოველდღიურად იმ ადგილას გამოვცხადდეთ სადაც არის ის ჩვენი სავარჯიშო არეალი და რაღაცნაირად აი მე კიდევ რას ვუკვირდები ხოლმე იცი აი გააჩნია როგორ ძალიან გინდა როგორ აი რაღაცნაირად ჭყის მაგრამ რა ძალიან საშინლად მინდაო ხო იცი რომ ვიტყვით რაღაცაზე აი როგორ საშინლად გინდა ის შენი რისთვისაც ვარჯიშობ ის რა თქმა უნდა პირველ შენი სურვილი რამდენად ძლიერია მოდი ესე ვთქვათ კი სურვილის ძალა რამდენად ძლიერი არის და თუ აი ესე უბრალოდ ესე გაქცეული მინდა არის ეგ არაზოს არ იქნება რა მინდა არის ვიღაცის ხარჯზე ეგ არაზოს არ იქნება გამოდის რომ ჩვენს გადაწყვეტილებაში უნდა ვიყოთ დარწმუნებულები სანამ დავიწყებთ რა თქმა უნდა ძალიან დაგვეხმარება ისეთი პროექტები როგორც არის ჩვენი მარათონი და აქ ვეკითხეთ რომ ნინო არის ჩვენი ჩერის მარათონის კურატორი ძალიან ბევრი ჯგუფი ჩერის მარათონის და ასევე მისია პროექტი მისიის მენტორი და რა ვიცი და თავად მარათონელი ამასაც ვიტყვი ესე დაიწყო ჩემი კარიერა ჩერის ფიტნესში ხო და მართავს უამრავ ჯგუფს და უამრავ გოგონას ეხმარება ტრანსფორმაციაში და ზუსტად აი ამ დისციპლინის აღდგენაში და მოყვანაში. და მეც ბევრჯერ შევხვედრილ ვარ ესეთ შემთხვევებს, რომ აი იწყებენ ვარჯიშს, მაგრამ აი მერე სადღაც ეპარებათ ეჭვი თავის გადაწყვეტილებაში, დისციპლინის გამომუშავება უჭირთ, აი დროის გამონახვა უჭირთ თითქოს და აი ყველაფერი სხვა პრიორიტეტია და აი ვარჯიში ჩაიჩოჩებს და დღის ბოლოს უკვე რო აღარც ენერგია, აღარც დრო, ბავშვები დასაძინებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩესტი მე ქალაქის ნათრევით უმუშაობ, საცობებში და რაღაცა, ნუ ძალიან რთული არის. აი ეგ ძალიან კარგი რაღაც ახსენი შენ პრიორიტეტი. აი დისციპლინის დროს და ზოგადად აი ესეთი რაღაცა როდესაც ახალი ესეთი რაღაც შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, რომელზეც ადამიანს სჭირდება ძალისხმევა გაიღოს. მით უმეტეს, როცა დამწყები მოვარჯიშია, ხო, სერიოზული ძალისხმევა სჭირდება, რომ თუნდაც ის 15 ჩაჯდომა გააკეთონ, ხო, სკვოტი გააკეთონ. იმიტომ რომ როდესაც ადამიანს არასდროს არ ვარჯიშია, აი ამაზე ტვინი ყველაფერს იზავს, რომ ეს აგაციოს თავიდან. და აი ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკვე პრიორიტეტებს. აი რამდენად პრიორიტეტული არის ის შენთვის. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი რაღაც რო გამოხდეს დღის განმავლობაში საქმე, რომელიც საერთოდ არ იყო დღის წესრიგში, მაგრამ უმნიშვნელოვანესია თუნდაც ეხება ჩვენი შვილის ჯანმრთელობას, თუნდაც ჩვენ ჯანმრთელობას ან რაღაცა იქ ვიღაცამ დაგვიბარა, ან მეგობარს რაღაც შევპირდი, ყველა ვარიანტში გამოვყოფ მე მაგისთვის დროს, რაც არ უნდა გადასტრესილი გრაფიკი მქონდეს. აი ზუსტად ეგეთი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს აი ამ ახალ შემოსულ ვარჯიშს, ფიზიკურ აქტივობას დღის განმავლობაშიც, რომ აი რაც არ უნდა მოხდეს, ეს არის პრიორიტეტი და მე ამისთვის რო უნდა გამოვყო.
იმიტომ რომ იდეაში ხო, ანუ ყველა შეგვიძლია დროის გამოყოფა. კი, აი კი, ეს კი. გამოჩნდება ხოლმე ზუსტად მაშინ, როცა აი ისეთი გაუთვალისწინებელი რაღაც შემოვარდება ხოლმე დღის განმავლობაში, რომელსაც საერთოდ არ ველოდებოდით, მაგრამ ჰოპ, ой საოცრება, ისე გადავალაგე ყველაფერიად, რომ გამონახე ამისთვის. ზუსტად აი ესეთი შეგრძნებით უნდა გავაკეთოთ ჩვენი კი. ვარჯიშიც. და ბევრი მეუბნება ხოლმე, რომ აი ვარჯიშის დრო არ მქონდა, მაგრამ ფეხით ვიარე 1 საათი. ანუ გქონდა 1 საათი. ხო, ეს ეგ რა თქვი. ეს თუ მიკვირს ხოლმე, რომ აი ეს 1 საათი უბრალოდ გევარჯიშა სახში, ანუ. ხო, არა და 20 წუთში ისეთ მაგარსაც ჩაატევდა, რომ ხო. მით უმეტეს ჩვენმა მარათონელებმა იციან ჰიტი, ტაბატა, ისეთი სეტებია ხოლმე მოკლე დროში, რომ ენერგიასაც დახარჯავს რა, იმიტომ რომ ძალისხმევის გააღება დაეზარა. ანუ სიარული მარტივია, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა იდეაში. ამაზე უკვე აი სიარულიც იდეაში ისე წარმოგიდგენთ ბავშვი როცა თავიდან იდგავს ფეხს. როგორი რთულია მისთვის, ხო? თუნდაც ის პირველი ნაბიჯი, იმიტომ რომ ეშინია, სტაბილურობის მომენტი აქვს რაღაცა ეგრევე ჯდება ხოლმე. მაგრამ იმდენი ხანი იარა და ისე გამოვიწრთ ვენ თაგამდე რომ სიარულში ძალისხმევა აღარ გვეხარჯება, აღარ მიგდის. როცა ვარჯი, აი ზუსტად ესევე უნდა გავიჯინოთ ჩვენ ეს ფიზიკური აქტივობა, რომ ძალისხმევა მინიმალური გაგვიჯდეს. თუმცა აღიარე ხა შენც და მეც ვაღიარებ, რომ დღემდე მაქვს მე ისეთი დღეები, სადაც აი პანჩურს ურტყავ უკნიდან ჩემ თავს რომ მივიდე და მივარჯიშო. ყველას აქვს ესეთი დღეები. რობოტები არ ვართ, მე სულ ყველას მაგას ვეუბნები, რობოტები არ ვართ, რომ ყოველ დღე ერთ განწყობაზე ვიყოთ, ან ერთნაირი мотиваცია გქონდეს, ერთნაირი დისციპლინის უნარი გამოვიმუშაოთ. ყველას აქვს დღე, როცა უნდა რომ ჩაწვეს და ფილმს უყუროს, ან უბრალოდ არ შეუძლია რეალურად გარკვეული მიზეზების გამო. მან ძალიან კაი მომენტი არის, რომ აი ამდენ ესე ფიზიკურად, როდესაც ეცნობის ხეულს ფიზიკურად, ხო? ეს ვარჯიშობ დღის რუტინაში გაქვს, მანდ უკვე შეგიძლია შენ განასხვაო კაპრიზი და რეალური შესაძლებლობები. არის ხანდახან როცა გვაქვს მართლა რეალურად ცუდი დღე და არ მოყვება ფიზიკურად სხეული, იმიტომ რომ მართლა გადავსტრესეთ, გადავღალეთ, ძალიან ბევრი რაღაცა დავავალეთ ამ დალოცვილს და რეალურად ვეღარ მომყვება ხოლმე არის მე ჩემ შემთხვევაში დღეები და ხანდახან ან წონები დამიგდია, ან საერთოდ ყოფილა რომ ვარჯიში შემიწყვეტია და წამოსულ ვარ სახლში, იმიტომ რომ ხვდები რომ ჯიჯგნი იწავს სხეულს. მეც მქონია ესეთი დღე. მაგრამ არის უკვე კაპრიზი. და იმან აი ჩვენ ზუსტად ისე უნდა ვიცნობდეთ ჩვენს სხეულს და ფიზიკური აქტივობა ეხმარებათ ამ ხალხს, რომ სხეული კარგად გაიცნონ, ისე რომ სიმპტომიზაცია განასხვაონ რა, რომელი არის კაპრიზი და რომელი არის რეალურად, როცა სხეული არ მოყვება. ცალსახად, როცა სხეული არ მოყვება, არ ვარ მე იმის მომხრე, რომ უნდა ადგე და არ მაინტერესებს და უნდა გაჯიჯგნო და მიჯიჯგნო სხეული. მით უმეტეს მანდ უკვე ჩვენ ნერვულ სისტემას ვეხებით. და ნერვული სისტემა არის ჩვენი the boss სისტემა, რომელიც მინიმალურად უნდა გავცვითოთ, იმიტომ რომ ცხოვრება ისედაც გაცვითავს დროთა განმავლობაში. თავის ყოლს უეჭველი დახს დაასვას რა და ხო, აი მანდ ეგეთი მომენტი შემოდის ხოლმე. მე მგონი კარგი აქცენტები გავაკეთეთ. იმას ვიტყვი აუცილებლად, რომ ეს კითხვები ყველაფერი რაც დღეს დაისმევა, მაყურებელმა გამოგვიგზავნა პოდკასტის ჩაწერამდე დავსვით კითხვა და ყველა ეს კითხვა არის ის რაც თქვენ მოგწერთ. ჩემ ინსტაგრამზე მოწერილი ყველა კითხვა ხო. კი ბატონო. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებ, უცბად მინდა შეგახსენოთ თუ არხი გამოწერილი არ გაქვს, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქე ვიდეო. ბევრი კითხვა იყო ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, სტრესი, დეპრესია და აი ამ დროს ვარჯიში და სავარჯიშო რუტინა. მე როგორც აი ხა პოდკასტშიც ყოლია ჩვენ ფსიქოლოგი, ისედაც ძალიან ბევრ უამრავი პოდკასტი მაქვს მოსმენილი, უამრავი ფსიქოლოგზე მაქვს მოსმენილი. ნებისმიერი აი ესეთი მენტალური ჯანმრთელობის დროს ერთ-ერთი პირველი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტებში არის ფიზიკური აქტივობა. ერთადერთი, როდესაც ფიზიკური აქტივობა არ ინიშნება კი არა მეტიც იკრძალება, ეს არის ანორექსიის დროს. როცა ნუ მან სხვადასხვა თვა აქვთ მათთვის ესეთი მდგომარეობის მქონე როცა დაბალი ენერგიის საკვებს ვიღებთ და ფიზიკურად ჩვენი ორგანიზმი. თუმცა აი როგორც ფსიქოლოგებმა განმარტეს, ფსიქოლოგიურად მომართულები არიან, რომ ენერგია ქონდეთ და შეუძლიათ მათ ვარჯიში მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი ენერგიული დეფიციტი აქვთ ბიოლოგიურად, იმიტომ რომ საკვებს არ იღებენ. ერთადერთი არის ეგ მდგომარეობა, როდესაც ვარჯიში პირიქით იკრძალება და ჭერს სხეულის მოძლიერებაზე არის გადასული ის ადამიანები, ვინც დაუშვათ ექსტერნალურად არიან ჩართულები აი ამ მდგომარეობაში. დანარჩენ შემთხვევაში ფიზიკური აქტივობა არის იდეალური გამოსავალი. ხა მე მინიმალურ მას შევეხები გართულებებს, რაც ჩვენ გქონია პირადად გამოცდილება მარათონში, ეს არის შფოთვითი
აშლილობა, პანიკური შეტევები. თუმცა მოუწერიათ გოგონებს, რომ ღრმა დეპრესიიდანაც გამოსულან. თუმცა მე ვიტყოდი, რომ დეპრესია უფრო ისეთი დიაგნოზისავით არის, რომელიც სპეციალისტმა უნდა დასვას და სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს ეს ადამიანი არის თუ არა დეპრესიაში. როგორც ესეთი შფოთვები და ეს პანიკური შეტევები ჩვენ მარათონზე მე მგონი არ არსებობს თუ როდესაც ადამიანს არ მოეწეროს, რომ აი სად გაქრა არ ვიცით და როგორ ძალიან უშველა აი ამ მდგომარეობაში. თან პანიკური შეტევების დროს, ხო, აი პანიკური შეტევა ხო რა არის? ერთგვარი შიში არის, ხო? აი რაღაცის მიმართ არის განვითარებული შიში. შიშს ყველაზე უკეთ ებრძვის საკუთარ თავში თვითრწმენა, დარწმუნება, ანუ საკუთარ თავში დარწმუნება და თვითშეფასების ამაღლება. ყველაზე მეტად შიშს აი ეს ებრძვის. და ზუსტად ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში კონკრეტულად, აი ესეთი ხანდახან ინტენსიური ვარჯიშები, როგორც ჩვენ გვაქვს ეს ტაბატა, ჰიტი და რაღაცა, ყოველი ვარჯიშის მერე შენ გაქვს ისეთი შეგრძნება, რომ უშველებელი გამოცდა ჩააბარე და იმ გამოცდის ჩაბარების შემდეგ შენი თვითშეფასება არის 1-2-რად გაზრდილი. აი ეს ყოველდღიური, აი ეს პატარ-პატარა ჩანართები, ეს ყოველდღიური გაზრდილი თვითშეფასება, თავის თავში დარწმუნება, აი რაღაცნაირი, აი სხეულის შეცნობაც მათ შორის. შეცნობა სხეულის, ხო? აი ამ პანიკურ შეტევებს, აი ანადგურებს, რასაც ქვია. და მე მგონია, რომ აი ზუსტად თუ კი ადამიანს, თუ კი გოგონას განსაკუთრებით აქვს აი ესეთი მომენტები, ეს პანიკური შფოთვები, სხვათა შორის ამბოლო დროს ძალიან ხშირი არის social anxiety ქართულად როგორ არის? სოციალური შფოთვა, ხო, ანუ როდესაც შენთვის უცხო ხალხში მოხვედრა ხდება დისკომფორტი და ეს დისკომფორტი აისახება შენს სხეულზე. ან გირთულდება, სულ თქვა, ან რაღაცა გული გიჩქარდება. აი ესეთი მომენტებსაც ფიზიკური აქტივობა არის იდეალური, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სოციალური არსებები, სოციუმმა ჩვენ არ უნდა დაგმართოს ესეთი რაღაც პირიქით სოციალიზაცია ძალიან ბევრ რაღაცას ეხმარება. ძალიან ბევრი კვლევებია დადგენილი, რომ ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი მეგობარი ყავს, რომელიც ძალიან ხშირად სოციალიზდება, ასე ვთქვათ, ხალხში მოძრაობს, ისინი დიდხანსაც ცხოვრობენ, ჯანმრთელობაც ძალიან ისეთი მყარი აქვს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ თუ ამას მოვიკლებთ, იმიტომ რომ აი ეს ან social anxiety გვაქვს, ან რაღაც ნებისმიერ პანიკურ შეტევები გვაქვს, რა ვიცი, ფიზიკური აქტივობა გაქვთ აგერ უფასო წამალი. რომელიც, რა ვიცი, კიდევ დანარჩენ სხვა ბევრ ბენეფიტებს მოუტანს ადამიანს. კი, ერთის მხრივ თვითონ გვიუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, როგორც ფიზიკური აქტივობა, პლუს ის ბენეფიტები აქვს, რომ აი ამ შფოთვებს, პანიკურ შეტევებს ვებრძვით და ამით კიდე დამატებით ვიუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, სოციალიზაციით და ასე შემდეგ. კი, ზუსტად, აი ცხოვრების ხარისხი არის, აი რო დაუკვირდე რეალურად როგორი ძლიერი სიტყვაა რა, რომ შენი ცხოვრების ხარისხი არც ერთ ვარიანტში არ არის დამოკიდებული თანხაზე და შემოსავალზე. რა თქმა უნდა, თანხა და შემოსავალი ცალსახად ხარისხს კიდევ უფრო მეტ რაღაცა ერთ შრეს კიდევ უმატებს, მაგრამ მაგის გარეშე რომ ძლიერი, ბედნიერი შეგრძნებების ზონეზე რაღაც შენ სხეულთან ჰარმონიულად ხარ და ანუ კარგად ხარ რა, ანუ არანაირი ტკივილი, დისკომფორტები არ აქვს სხეულში, ხო, აი მანდ განისაზღვრება შენი ცხოვრების ხარისხი და მე მგონია, რომ აი ზუსტად ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ფიზიკურად აქტიურები და რატომ უნდა გქონდეს ჩვენ სხეული ძლიერი, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობიდან რაღაცნაირად ორიენტირებულები ვართ, რომ გავაძლიეროთ ტვინი და ნუ აი რაღაცა იქ ზოგადი განათლება გავიღრმაოთ, რაღაცა რომ დავჯდებით არ შევრცხოთ, იმიტომ რომ ეს სიტყვები გქონდეს, აი ეს ინფორმაცია. რაღაცა მისი რა ქვია, vocabulary ბაღარათი. ლექსიკონის. ხო, ლექსიკური ბაღარათები დავიმართოთ ხოლმე რაღაცა, რომ დავამტკიცოთ და დავიმკვიდროთ ჩვენი და ამასობაში სხეული გვავიწყდება და ეს სხეული მოჩლაჩუნებს და მოჩანჩალებს. აი ოროსანი ბავშვით მოყვება ჩვენი სხეული ამ ჩვენ ტვინს. იმიტომ რომ ტვინი ეს განვითარებული გვაქვს და სხეული გვაქვს ლეღვი. კი, ნამდვილად ბავშვობის ასაკიდან არავინ გვასწავლის, რომ ფიზიკურ აქტივობაზე უნდა ვიზრუნოთ და თუ ბავშვი ან სპორტით არ არის დაკავებული ან ცეკვით, ფაქტობრივად ეზო ეს ფენომენი აღარ არსებობს და შესაბამისად ფიზიკური აქტივობაც ნელ-ნელა ხოჭერს აი ძალიან მიხარია, რომ აი ესპანეთში ხო გადავედი ახლა მე და აი იქ ეზოს ბავშვები და ისე მიხარია, რომ
ჩემი უდიდესი სურვილი იქნება, რომ აქაც ყველა მშობელი ორიენტირებული იყოს, რომ ბავშვი რო ჩავა ეზოში, მობილური არ გაატანონ, თუ ეზო არსებობს, რა თქმა უნდა, აი ამ ახალ კორპუსებში პარკინგად არის გადაქცეული მთელი ეზოები, მაგრამ ნუ აი რაღაცა აი პატარა კუნჭულიც რომ ისცენ ბავშვებს და იქაც რომ ბავშვებმა აი ითამაშონ რაღაცა და ირბინონ იქ რაღაცა მასე რაღაც ფიზიკურად აქტიურები იყვნენ ეზოში, აი ძალიან მაგარი არის რა, იმიტომ რომ აი იქ მართლა შოქში ვარ, რომ ბაღში წუწაობას ათამაშებენ და აი ეგეთ ისეთ რაღაცეებს ასწავლიან ბავშვს, რომ ბავშვს კონდეს ინსტრუმენტები, როგორ გაირთოს თავი აი ამ გაჯეტების გარეშე. კი. და ბავშვს ეს ინსტრუმენტები უნდა კონდეს, ანუ ან თაობები ხა ჩემს დროს მაგალითად ეზოში რო ჩავდიოდი დიდი ბავშვები გვასწავლიდნენ ჩვენ აი ამ თამაშებს, იმ ორდროშობანას, იმ შვიდქვაობანას, იქ წრეში ბუთი. შედიოდი ამ სოციუმში. ხო, ნელა შედიოდი, მე შენიცოდი, მე უნდა მესწავლებინა რაღაც პატარა ახალი თაობა რომ მოდიო და ანუ ეს რაღაცნაირად ბავშვებიც გადავცემდით ბავშვებს ახალ თაობაზე. ეხლა ვინ რა უნდა გადასცეს გეხვწები? ყველა სახლში არის შეკეტილი და ჩემი უფროსი შვილიც აი ესე რა, ნუ აი რაღაცა გაგაჯეტებული უფრო იყო ვიდრე ეზოში გასული ან რაღაც. პოდკასტის წარმოდგენია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პლატფორმა, სადაც დაგხვდებათ უამრავი დისტანციური სავარჯიშო პროგრამები. დარბაზის პირობებში, სახლის პირობებში, ასევე იქნება გაწერილი კვების მენიუები ძალიან ბევრი მიმართულებით. დაწყებული სამარხოდან, დამთავრებული ინგრედიენტებით და მზაკერძებით. ამასთანავე დაგხვდებათ სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშები, რომელიც ძალიან წაგადგებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გაქვთ ხერხემლის პრობლემები. აპლიკაციის გადმოწერას შეძლებთ როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ტელეფონებსაც. გადავიდეთ ჩემზე კითხვაზე. ესეთი კითხვა არის. ბევრი კითხვა მოგროვდა. აი მივიღე გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, რომ მინდა ვარჯიში, მაგრამ როგორ დავგეგმო სავარჯიშო რუტინა, რა სახეობის ვარჯიში ავარჩიო, მისვლებს შორის შესვენებები როგორ ავარჩიო, ან კვირის დღეების განმავლობაში რამდენი დღე ჯობია რომ ვივარჯიშო და აი მსგავს საკითხებს რომ შევეხოთ ერთიან. ხო, ეს არის იმხელა თემა. ძალიან დიდი თემა, ნამდვილად, ამიტომ შევეცადოთ ყველა კითხვას ცალკე, ხო, ცალკე პოდკასტი ეკუთვნის ნამდვილად. კი, ესე იგი, ეგ კითხვა დაგვისვა ერთმა გოგონამ და ნამდვილად ვერ იმას ვიზავთ, ვერ გამოვტოვეთ, იმიტომ რომ მართლა კარგი კითხვა არის. ეხლა რაც შეეხება ვარჯიშს, მოდით დასაწყისში თავიდან ავიღოთ კვირაში 3 დღე. კვირაში 3 დღე სავსებით საკმარისი არის, რომ დამწყებმა ასე ვთქვათ ფიზიკური აქტივობა რაღაცნაირად გაითავისოს. თუმცა ამ დამწყებს თუ ეგრევე აქვს ამბიცია, რომ სადღაც 6 თვეში უნდა იყოს, არ ვიცი, რელიეფური ესეთი რაღაცა ვერშოპი. რა თქმა უნდა 3 დღე არ არის საჭირო, იმიტომ რომ გააჩნია ჩვენი მიზნები როგორ იცვლება, იმის საკმარის ბოდიში, საჭირო მეთქი, საკმარის. გააჩნია როგორ იცვლება ჩვენი მიზნები, იმის და მიხედვით უნდა შევცვალოთ ჩვენი სავარჯიშო დღეებიც, რუტინაც და ასე შემდეგ. მაგრამ მოდი დამწყებისთვის ავიღოთ კვირაში 3 დღე და აუცილებლად ეს 3 დღე უნდა იყოს მთლიან სხეულზე ორიენტირებული. ეხლა როდესაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვარჯიშობენ, მე ჩემ მოსწავლეებს უკვე დიდი ხანი როდესაც ვავარჯიშებდი, ეს 3 დღეც რაღაცნაირად გადანაწილებული მქონდა მე სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. თუმცა დაუშვათ ორშაბათი თუ მქონდა ქვედატანი, სამშაბათი თუ ზედატანი, ოთხშაბათი თუ ზედატანი, პარასკევი ყველა ვარიანტში მაინც მთლიანი სხეული მქონდა. აი, იმიტომ რომ დადიოდნენ ჩემთან კვირაში 3 დღე. მაგრამ უმჯობესია რომ 3-ვე დღე დაიგეგმოს 3-ვე ჯერ მთლიანი სხეული, მთლიანი სხეულის ვარჯიში. ეხლა რაც შეეხება როგორ უნდა ავაწყოთ შესვენებები. თავდაპირველად შესვენებები აუცილებლად უნდა იყოს 30 წამიდან 1 წუთამდე. მეტი ნამდვილად არ არის საჭირო. გონიათ რომ საჭიროა, მაგრამ ისე წონას ემუშავებიან, ისეთ ვარჯიშებს აკეთებენ, რომ ნამდვილად არ არის ვარჯიშებს შორის 30 წამიდან 1 წუთზე მეტი საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად თავდაპირველად გვინდა რომ გამძლეობაზე ვიმუშაოთ და კუნთს მოემატოს ზუსტად აი ეს ხანგრძლივად გაქაჩვის უნარი. ანუ გამძლეობა. შესაბამისად, რაც უფრო შესვენებებს დავამოკლებთ, მით უფრო ჩვენს კუნთს მოემატება გამძლეობა. რა თქმა უნდა, აქ უკვე ვმუშაობთ შედარებით დაბალ წონებზე, ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვით ვიღებთ იმ წონას, მაგრამ რაოდენობების სპექტრი და range უნდა იყოს სადღაც 10-დან 12-15 იყოს მაქსიმუმი რა. 15 იმ შემთხვევაში თუ დავუშვათ ერთსახსრიან ვარჯიშებს ვაკეთებთ, 10 და 12 უკვე როდესაც ორსახსრიან ვარჯიშებს ვაკეთებთ. ორსახსრიანი და ერთსახსრიანი სხვანაირად კიდე ვითარგმნება კომპლექსური და ესეთი მარტივი ვარჯიშები, კომპლექსური და ხო იზოლირებული ვარჯიშები მართალი ხარ. და კომპლექსური ვარჯიშებია ზუსტად აი მაგალითად shoulder press-ი, იმიტომ რომ აი აქ მხარიც და
იდაყვის სახსარი არის ჩართული. კომპლექსური ვარჯიშები არის ჩაჯდომა, იმიტომ რომ 3 სახსარი არის ჩართული, მენჯი, მუხლი, კოჭი. ასევე კომპლექსური ვარჯიში არის ლანჯები, მოკლედ ძალიან ბევრი თქვენთან მოიძიეთ კომპლექსური ვარჯიშები, compound movement-ები ქვია, ასე ვთქვათ, და სავარჯიშო რუტინა აუცილებლად ზუსტად მაგის მიხედვით უნდა დაიგეგმოს, რომ პირველი 3-4 ვარჯიში იგეგმება კომპლექსური ვარჯიში და შემდგომ უკვე გადავდივართ იზოლირებაზე. ანუ პირველივე დარბაზში, როდესაც მიდიხარ და თქვენ ეგრევე ბიცეპსის კაჩავს იწყებთ ან kickback-ებს, აი ფეხის უკანაკნევას, რომ ტრაკი გავაძლიერო, ძალიან არაეფექტური და არასწორი ენერგიის გახარჯვა გამოდის, იმიტომ რომ კომპლექსურ ვარჯიშზე მე უფრო მეტი ენერგია მჭირდება, შესაბამისად იქ უნდა დავდო მე 100% და მერე ჩამოვდივარ ნელ-ნელა ნაკლებ ძალისხმევაზე. როგორც არის ზუსტად ეს იზოლირებული ვარჯიშები. კომპლექსური ვარჯიშები აუცილებლად სასურველია, რომ პირველი 2 მაინც გაკეთდეს თავისუფალი წონით, ეს იქნება ღერძი, განტელი თუ თებში, სულაც სავარჯიშო თებში და შემდგომ უკვე თუ დარბაზში ვარჯიშობენ, შემდგომ უკვე გადავიდნენ ტრენაჟორებზე და სულ ბოლოსკენ უკვე იზოლირება, რასაც ქვია, იზოლირება გააკეთონ ტრენაჟორების მეშვეობით. იზოლირება იქნება ეს მენჯის განგაშლა, ასევე იქნება ფეხის გაშლა. ზედატანის შემთხვევაში ეს chest flies რო არის და პირიქით უკან გაწევები, rear shoulder fly-ები და ასე შემდეგ. და ნუ იზოლირება არის უკვე ჩვენი ხელების ვარჯიში, ბიცეპსი, ტრიცეპსი და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველა ვარიანტი უნდა დაიგეგმოს სავარჯიშო რუტინის ბოლოსკენ. ძალიან მაგარი რჩევა იყო, რაც უნდა დილეტანტი იყო, მე მგონი უცებ მარტივი გახდა როგორ დავგეგმო. ხო, შევაჯავნოთ. ესე იგი კვირაში 3 დღე, 3-ვე დღეს დავგეგმოთ თლიანი სხეული. გადანაწილება არ გითქვია, როგორ გადაანაწილონ, დავუშვათ თლიანი სხეული აი ამ დღეს, ხო? ესე იგი push pull legs ესე ნაწილდება როგორც წესი რა. push pull რას ნიშნავს? მიმწოლი არის push და მიმწოლი ვარჯიშები არის push და push კუნთები არის მხარი, მკერდი და ტრიცეპსი. pull არის მომზიდავი კუნთების ვარჯიში, რომელიც არის ზურგი და ბიცეპსი. და legs, ანუ აი ესე შეგიძლიათ დაგეგმოთ, დავუშვათ მხარი, ზურგი, ფეხები, მერე უკვე ტრენაჟორებზე შეგიძლიათ გადახვიდეთ, დავუშვათ ფეხებზე თუ გვინდა აქცენტი გაკეთება, ისევ ფეხები გავაკეთოთ. გააჩნია ზედატანზე სად გვინდა აქცენტი გავაკეთოთ, მერე ისევ ერთი ზედატანი და მერე უკვე იზოლირებაზე როგორც გინდათ ისე დაგეგმეთ. აი ეს სავარაუდოდ გოგონები უფრო ქვედატანზე გააკეთებენ აქცენტს, ბიჭები უფრო ზედატანზე გააკეთებენ აქცენტს, ხო? და მეორე დღესაც ზუსტად აი ესეთი მიმდევრობით გააკეთეთ. მერე უკვე ხო, აი მაგალითად იქიდან იმის მიხედვით თუ რა არის ჩვენი პრიორიტეტი, ხო? აი ამ push pull და leg-ზე იმას წამოვწევ პირველს, რაზეც მინდა აქცენტი გავაკეთო. თუ მე ქვედატანზე მინდა აქცენტი გავაკეთო, პირველ ვარჯიშს ქვედატანის დავუშვათ ჩაჯდომებს გავაკეთებ, სადაც ყველაზე ანუ არა ვარ დაღლილი, მაქსიმალური წონა შემიძლია გავაკეთო და აი იმ გამეორებებში ვიყო ზე ეფექტური. პირველი რესურსი ჩავდო იმაში და ნელ-ნელა გავუყვა იმას, ხო? ხო, ანუ გამეორებების რეინჯი თავდაპირველად მუშაობთ 10-დან 15-მდე, 15 იქნება უფრო იზოლირებული ვარჯიშები. სეტების რაოდენობა ვთქვი? სეტების რაოდენობა არ გვთქვია, კარგი შეხსენება არის. სეტების რაოდენობა პირველადი 3 საკმარისი არის რა, ანუ გამეორება 10-დან 15-მდე 3 მისვლა. და სეტებს შორის დასვენება, როგორც ვთქვით, უბრალოდ მისვლებს შორის დასვენება, როგორც ვთქვით, 30 წამიდან პირველ 1 წუთამდე. და უკვე ვარჯიშიდან ვარჯიშამდე გადასვლაზე ის დრო, სადაც რაც დაჭირდება იქიდან იქამდე მისვლას, აწყობას და ასე შემდეგ. 1 წუთიდან 2 წუთამდე მაქს. შვენიერი რჩევები გავეცით მე. ხო. ეს უფრო ზოგადად რა და მე უკვე სხვა პოდკასტში გავშალოთ ესე სხვადასხვა ისინი. ამ დროში რაც ჩავატიეთ, მე მგონი იდეალური იყო. ხო. ბევრი კითხვა იყო ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებზე. ერთი რაც ხშირად დაისვა რკინა დეფიციტური ანემია და ვარჯიში. ხო. მოდი ჯერ ეს თქვათ აუცილებლად, რომ რკინა დეფიციტური ანემია, აი პირველი მანიშნებელია, რომ ადამიანს არ აქვს კვების კულტურა. ეგ უნდა უთქვა უეჭველი. არ მაინტერესებს, ხო თქვენ რასაც იტყვით, მაქვს, მაგრამ მაინც დამემართა. როგორც წესი, არ აქვს ხომ კვების კულტურა და არ იღებენ საკმარის ნუტრიენტებს. სურვილი მაქვს, რომ შეგეკამათ თო, იმიტომ რომ ხშირად მაწუხებს ხოლმე რკინის დეფიციტი კი. ხო, აბა ბავშვობის მოვიყევი, ბავშვობაში ვიყავი და გეტყვი ახლა რომ მაგითო გაწუხებს. ხო, მე ვიცი რომ კვებიდან არ ვიღებ ამ რკინას, იმიტომ რომ სხვა მიზეზი, აი ეს რაც არის ხოლმე
კუჭნაწყლის პრობლემები ან სხვა პრობლემები არ მაქვს და შესაბამისად ერთადერთი დარჩა რომ საკვებიდან არ ვიღებ კუჭნაწყლის საიდან მოვიდა კუჭნაწყლის პრობლემები. ანუ მან სერიოზული პრობლემა დგემა, როდესაც კი ბატონო იღებ, მაგრამ სხეულს არ აქვს ათვისების უნარი. ხო არის ესეთ შემთხვევები. კი ბატონო ათვისების და გათავისების უნარი, მაგრამ ეგეც საიდან წამოვიდა? შენი მიკროფლორა სადღაცაც დაირღვა, იმიტომ რომ რაღაცა უბედურებები ჭამე და იქიდან კი ბატონო და იქიდან მერე წამოვიდა ის რომ ვეღარ იცოდა ეხლა რაც არ უნდა ჭამო და გამოასწორო და გაიაზრე რომ თურმე მიკროფლორა შენი ნუტრიენტები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ყოველი ულუფიდან რას იღებ ეხლა უკვე კარგად იყავ არა ხეს ძალიან გადავწორე იმედი მიკროფლორაზე მუშაობაც შესაძლებელია მაგის გამოსწორებაც შესაძლებელია და რაღაცა პერიოდის განმავლობაში ეგეც აღდგენადი არის მიკროფლორაც აღდგენადი არის მაგრამ მოდით მოდი არ გაგიქცევი ხა თემიდან და ვილაპარაკოთ კინოდეფიციტურ ანემიაზე როდესაც აი ზუსტად აი ეგ შეწოვის პრობლემა გვაქვს და ათვისების პრობლემა გვაქვს ხო ზუსტად მან მაგალითად კალციუმის ათვისებას რო ვისაუბროთ ხო კალციუმი არ აითვისება თუ სხეული უბრალოდ რთულად აითვისება თუ სხეული ფიზიკურად აქტიური არ არის და ძალიან ბევრი დამხმარე რაღაც პრეპარატები ჭირდება რომ კალციუმის ათვისება მოხდეს. ამიტომ ფიზიკური აქტივობა რკინადეფიციტური ანემიის დროს პირიქით ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მოხდეს აი ამ ყველანაირი ვიტამინები იქნება, მინერალები იქნება თუ აი ეს ნუტრიენტებით გაჯერებული საკვებიდან იქნება, ყველაფერი აითვისეს სხეულმა. მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ახლა ვიცი. ხო, აი თავროე ხო გული მისდის და რაღაცა. აი სისუსტე დავუშვათ გავაცნობიერეთ რომ გვჭირდება ფიზიკური აქტივობა, პარალელურად მკურნალობის პროცესში ვართ. ამ რკინის მაჩვენებელს ვცდილობთ რომ დავარეგულიროთ, მაგრამ აი სისუსტე რაც თან ახლავს, თავბრუსხვევა, უენერგიობა, ის სტანდარტული სიმპტომები რაც არის. ძალიან დისციპლინირებული და ძალიან მომართული ვარჯიშის გარშემო კვებაზე. როდესაც სისუსტე გვაქვს ვარჯიშის დროს, აუცილებელი მან 1 საათიც და ცოტა მგონია რომ ცოტა დაგვიანებული. აი 45 წუთი ვარჯიშამდე კვება უნდა მოხდეს. 1 საათი რო იყოს ყველაზე მაქსიმუმი რა. აი ჭამე და ეგრევე 1 საათში ვარჯიში დაიწყე. ან 45 წუთით ადრეც ეგეც და ნახევარი საათით ადრეც რომ ენერგია იყოს ახალი და იმ ენერგიაზე დაიწყოს სხეულმა ვარჯიში. აი გპირდები რომ არ გექნება თავბრუსხვევა. არც სისუსტე. და რა ჯობია აი კვებაზე რომ მიიღოთ. ყველა ვარიანტი უნდა იყოს ნახშირწყლებით გაჯერებული კვება. რთული ნახშირწყლებით ეს იქნება ბრინჯი, კინოა უფრო სუსტი არის, კინოას ცოტა მეტი პორცია ჭირდება ხოლმე რომ კარგად მოგცეს ენერგია. წიწიბურა ძალიან კარგი არის. თუნდაც მაკარონი, კარტოფილი, სახამებლიანი პროდუქტები, აი იმ 1 საათი ადრე ცილასთან ერთად რა თქმა უნდა. აი მაგას თუ რკინადეფიციტური არის ადამიანი და ვარჯიშის დროს სისუსტე აქვს, არ გადააცილოს, უფრო უკან არ ჭამოს რა 1 საათით ადრე და ვიტყოდი დაჟე 45 წუთით ადრეც. 45 წუთი ნახევარი საათიც კი. კი ბატონო. აი ესე სუბუქად კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს, როდესაც ვარჯიში გვჭირდება, ეგ არ გამოგვადგება. არ გამოგვადგება არანაირად. მით უმეტეს უზმოზე ვარჯიში ხო საერთოდ. ბევრი კითხვა შემოვიდა ხერხემლის პრობლემებზე. მე მგონი შენც ბევრ ადამიანს იცნობ, მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ხერხემლის თიაქარი აწუხებს, ალბათ საქართველოში ყოველ მეორეს. პროტროზია. ხო, აი მსგავსი პრობლემები და ამ დროს ვარჯიში თუ არის რეკომენდირებული, როგორი ვარჯიშია რეკომენდირებული? ვარჯიში რეკომენდირებული კი არ არის, მან აუცილებელი არის ვარჯიში. ყველა ეპიზოდში ვარჯიში არის აუცილებელი. არ განიხილება რომ ვარჯიში არის შეიძლება აი ამ დროს არ შეიძლება პირიქით ვარჯიში არის სულ რეკომენდირებული. კი. ანუ ხერხემლის პრობლემა როცა გაქვს ანუ ეს არის პირველი ნიშანი რომ შენ გაჩერების უფლება საერთოდ აღარ გაქვს. ანუ ის კი არა რომ აი ეხლა შეიძლება თუ არა ვარჯიში პირიქით გაჩერების უფლება არ გაქვს, იმიტომ რომ როგორც კი ჩერდები სამწუხაროდ ჩვენი ძვლოვანი სისტემა კარნახობს ჩვენი კუნთოვანი სისტემა როგორ განვითარდეს. თუ ძვალში აი ეს დარხეულია degeneration მიდის და დეგენერაცია მიდის დისკების და ერთმანეთზე არის დამხობილი აი ეს მალები და შიგნით არის მოყოლილი ეს რაღაცები, შენ თუ კუნთოვანი სისტემა ამავდროულად გაქვს სუსტი, ხო? პირიქით უარესი ხდება ჩვენს ხერხემალში. ანუ თიაქრის დროს
ხერხემლის პროტრუზიის დროს, დისკის ამოვარდნის დროს, საიატიკა საჯდომის ნერვის ანთებას ეძახიან, მაგრამ საიატიკა ქვია მაგას, აი საჯდომის ნერვის ანთების დროს ვარჯიში არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი. მაგ დროს ძალიან აუცილებელი არის ანთებითი პროცესი როცა არის, რა თქმა უნდა, ცალსახად ის უნდა ჩაქრეს და ანთებითი პროცესი უნდა ჩაქრეს სპეციალისტთან ერთად და იქნება ეს არა ტრავმატოლოგი, არა ნერვოლოგი, აუცილებლად რეაბილიტოლოგი, უნდა მიმართონ რეაბილიტოლოგს, რომ აი ეს რეაბილიტაციის ვარჯიშების მეშვეობით, იმიტომ რეაბილიტაციის ვარჯიშები არის რაღაცა თითქოს უხილავი ვარჯიშები არის რა, აი არც ჩანს, აი ხანდახან მე მაქვს ჩვენ გვაქვს ხო ეს რაღაც ნიკაპი მიწია და თითქოს აი აქ ვიღაცა მაგწია ზემოთ, რომ აი ეს ხერხემალი გაანთავისუფლოთ, ხშირად გააკეთეთ ხოლმე ეს, როცა ან დაწოლილ მდგომარეობაში, თუნდაც სკამზე მდგომარეობაში, რომ თუ მეხო რომელია. რომ აი ეს ხერხემლის მალები თითქოს გავანთავისუფლოთ რა და ზუსტად აი ესეთი სარეაბილიტაციო ვარჯიშები არის საჭირო, რომ ის ანთებითი პროცესი ჩაქრეს და ანთებითი პროცესის ჩაგრობასთან ერთად, ანუ კიდევ დავაკონკრეტებ რას ნიშნავს ანთებითი პროცესი, მწვავე ტკივილები არის ანთებითი პროცესის დროს. ანუ როდესაც ეს ტკივილი მოძრაობაც პრინციპში შეზღუდული გვაქვს მაგ მომენტში, ხო? როდესაც ეს მინაულდება, ეს ჩამქრალი არის ეს ანთებითი პროცესი, მან უეჭველი უნდა დავიწყოთ ჩვენ ვარჯიში, განსაკუთრებით ზურგის გამაგრება, ზურგის კუნთების გამაგრება, რომ ხერხემალი იყოს ჯგრულად და ამაყად რა, რომ არ მე ჩემი ოჯახის წევრის მაგალითით ვიტყვი, რომ აწუხებს ხერხემლის თიაქარი და მე სულ ვეუბნებოდი, რომ ვარჯიში უნდა დაიწყო აუცილებელია. მაგრამ სანამ ეს არ უთხრა რეაბილიტოლოგმა, მანამდე არ დაიჯერა. ხო, ჩვენსაც არ იჯერებენ ხო? კი, როგორც წესი, ამიტომ მიუშვით რეაბილიტოლოგთან, იგივეს ეტყვის მაინც. ვარჯიშობს და საგრძნობლად ფაქტობრივად დაავიწყდა ის ფაქტი, რომ მანამდე აწუხებდა ეს ხერხემლის თიაქარი, როცა მანამდე რაღაც იყო აი ეს მწვავე ფაზები და გართულება. აი ხანდახან ახლა მეც მაქვს ხოლმე აი დიდი ხნის ჯდომის მერე, ან ფრენის მერე, ან რაღაცა ეს ბოლო მშობიარობის მერე რაღაცნაირად ეს ჩემი ხერხემალი მოკლედ ისკერა ფოტოც მაქვს მე ნაჩვენები ზურგის კი აქ გამონათოთ ხო შეიძლება ხომ ასულა კი როგორ ან ორთულობის მერე აი ესე დაიღრიცა ჩემი ხერხემალი აი გამონათდი და რატო დაიღრიცა გეტყვით იმიტომ რომ ჩემი სხეული არ იყო მზად იმისთვის აი სხვას რო ვასწავლი მე და მემართა იმაზე მეტი დატვირთვა მივეცი სხეულს 3 თვის ნამშობიარებზე 40 წლის ქალმა ვიდრე, ანუ ენერგიულად მაგრა ვიყავი, სხეული თითქოს მომყვებოდა, მაგრამ რეალურად თურმე მზად არ ყოფილა. ახალ ნამშობიარებზე 3 თვეზე წავედი ბანაკში, სადაც დღეში 3ჯერ ვარჯიშობდი და აი სახე ავიხია, რასაც ვქია, რომ რას გვია. თან გზაში ვაფრთხილებ ჩემთავს, რომ ნინო არ აყვე. ისინი რო ივარჯიშები, შენ იმათ არ უნდა შეეჯიბრო და აი ჩავედი რა პირველი გაიქცა და მეც გავეყიდე. და იმის მერე წავიდა რაღაცა პროცესი და მართლა დაიღრიცა ხერხემალი. კი, მეც ნანახი მაქვს ეგ ფოტო და ხო. და მერე მაგის მერე როგორ ვიმუშავე, ანუ კორპუსის გაძლიერებით რეაბილიტოლოგთან ერთად, სამწუხაროდ ის ბიჭი საქართველოში აღარ არის და საერთოდ სხვა სფეროში გადავიდა რაღაცა კაცების ენერგიაზე მუშაობს და მასკულინურ ენერგია ხო და რაღაც spiritual სულიერ მხარეს მიხედა კაცების და რაღაცა სექტა გააკეთა თავისი. მაგრამ აი უძლიერე სპეციალისტი იყო იმ კუთხით, რომ ეს ზუსტად ეს კორპუსი ისე გამიძლიერო, რომ სუნთქვებით, კორპუსით და აი რაღაცა მენჯის ამოტრიალება, მიტრიალება, რომელიც მოძრაობები ფაქტიურად არ ჩანს, იმდენად პატარ-პატარა უხილავი მოძრაობებია. ზუსტად ამიტომ არის ეს არეაბილიტაცია. და რამხელა შედეგი მოგცა, რომ აი მხილული ხო, გასწორდა, აი ამ მთელი იმის განმავლობაში უნდა იყოს ეს ჩემი ხერხემალი. აკა ამორჭობილი რომ მართლა გასწორდა ხერხემალი. ან ჯერ მანამდე სწორი იყო იდეაში, ეგეთი არ გქონდა. ან მშობიარობამდე იყო მართლა იდეალურად, მე მშობიარობის მერე რაღაცა მოჩათლახდა უკაცრავად ამ სიტყვაზე და მე ისევ გაჩათლახდა. ხო, თქვენ თავად შეაფასეთ? რაკნა? იცი რა ვიკითხავ ახლა ჩვენ გვაქვს აპლიკაციაში ხერხემლის სარეაბილიტაციო ვარჯიშები და აი ვისთვის არის ეს ვარჯიშები უცებ ვთქვათ მოდი და გადავიდე ეს დიალოგი რო დავიწყე იდეაში მაკეტკენ მივიდოდი და მოვიწყდა მე რა მადლობა ესე იგი ხანდახან რო შემაწუხებს ხოლმე მე ჩემი აი ეს რაღაცა დიდი ხნის ჯდომის მერე ან თუნდაც 2-3 დღე ჩამივარ და ვარჯიშ და რაღაცა აი ერთი დედასგები აი მართლა დედასგებцები ერთი ჩემი სარეაბილიტაციო დღის ორშაბათი და აი ვაფშე საერთოდ არ მაქვს ტკივილი
ვისთვის არის ეს რეაბილიტაციო და მათთვის ვისაც ნებისმიერი დისკომფორტი აქვს ზურგში, უბრალოდ არ ურჩევდი ერთადერთი იმ დროს, როცა არის მწვავე ტკივილები, იმიტომ რომ ჯერ ანთებითი პროცესი, როგორც თქვით, უნდა ჩაქრეს რა. როგორც კი ჩაქრება ეს ანთებითი პროცესი, მოძრაობა უკვე შეგვიძლია, იმიტომ რომ ხანდახან არის გაშეშებული გაქვს წელი და აი რომ გადაიხრებიან და გაჭედავენ ხოლმე, ხო იცი? დარჩებიანი. ხო, რომ დარჩებიანი მდგომარეობა. ანუ ეგ უნდა აღდგეს, ეგ მოძრაობა უნდა აღდგეს და მერე უკვე აი ნებისმიერი ხერხემლის გართულების დროს ეს სარეაბილიტაციო ვარჯიშები არის იდეალური. კი ბატონო, დაგხვდებათ Cherry Fit აპლიკაციაში. ხო, ჩავახსოვე. მეც უწევ რეკომენდაციას გამოცდილებით. გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეკომენდაციას. მეც გამოცდილი მაქვს. კი და როგორც თქვით, ახლა გადავიდეთ ბევრი კითხვა, ქრონოლოგიურად დავაწყოთ კი. ჯერ ორსულობის დროს ვარჯიში, მოდი ესე ვთქვათ. ვარ მოვარჯიშე დაუშვათ და გავიგე რომ დადგა ორსულობა. როგორ უნდა გავაგრძელო ვარჯიში, ან პირიქით დავუშვათ საერთოდ პასიური ცხოვრებით ვცხოვრობ და ორსულობის დადგომის შემდეგ გადავწყვიტე რომ ცოტა უფრო ფიზიკურად აქტიური. აი ამ ორ შემთხვევაში როგორ დავგეგმოთ ვარჯიში. ორსულობის პირველი ტრიმესტრი, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ძახიან, რომ ყველაზე საშიში ტრიმესტრიაო, ენერგიულად ყველაზე მაგარი ტრიმესტრი არის. ანუ მაგ დროს გაქვს არაადეკვატურად გიჟური ენერგია პირიქით პირველ ტრიმესტრში. თუმცა იმდენად ინდივიდუალური არის ორსულობა, იმდენად სხვადასხვანაირად მიდის, ზოგი მთელი 9 თვე წევს. ანუ ძალიან რთულია ესე რომ განაზოგადო და ყველა ორსული გოგონა ერთ მასში სტანდარტში ჩამოვხარშოთ, ხო? მე თვითონ დაგვიყარა ორსულების მოხარშო. სუდად ჟღერს მაგრამ რაღაცა ერთ სტანდარტში ჩავსვათ. არ არის ესე რა, მოკლედ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ორსული იქნება თუ არა ორსული და ორსულობა დაუდგა და მოვარჯიშე თუ არა მოვარჯიშე, ფიზიკური აქტივობა ყველაზე კარგი რაღაცა არის, რაც დედამ შეიძლება ბავშვს გადასცეს. დაჟე ნათქვამი არის, რომ სპორტსმენი, რომლის დედაც ვარჯიშობდა, იმას უკვე ფორა აქვს, ვიდრე სპორტსმენი, ვისი დედაც პასიური ცხოვრებით იყო ორსულობის პერიოდში. ასე რომ თუ თქვენი შვილისთვის მომავალში რაღაც მოიაზრებთ სპორტს, ან გინდათ რომ ბავშვი სპორტული იყოს, ანუ ფიზიკურად აქტიური დედა არის რაღაცნაირად პირველი ნაბიჯი უკვე აი ამ ბავშვის ასე ვთქვათ სპორტული ცხოვრების. მეტიც რაღაცნაირად ჩვენ DNM-საც უცვლით გენეტიკურ მიმართულებასაც უცვლით, როდესაც ფიზიკურად აქტიურები ვართ ორსულობის დროს. რაც შეეხება როგორი ტიპის აქტივობები გჭირდება. ტრიმესტრების მიხედვით ცალსახად იცვლება აქტივობა, ანუ მეორე ტრიმესტრში უკვე დისკომფორტი არის, როცა ჩვენ მუცელზე ვწევართ და ნებისმიერ ვარჯიშს მუცელზე ვასრულებთ, მაგალითად ზურგის ვარჯიშები კეთდება ხოლმე მუცელზე დაწოლით. ამას უკვე ცალსახად ვეღარ შევასრულებთ, ამიტომ უნდა შევცვალოთ და სხვანაირად უნდა გავაკეთოთ ეს ვარჯიშები. ჯგუტით იქნება თუ დარბაზში აი ტრენაჟერების მეშვეობით. ორსულობის დროს კიდევ ერთი ყველაზე მაგარი რაც არის, რომ ორსულობა გაიძულებს, რომ შენი სხეული ძალიან მაგრად გაიცნო, არა იცნობ ძალიან მაგრად, იმიტომ რომ ყველაფერზე გაქვს ფიდბექი. ყველაფერზე გაქვს უკავშირი და ყველაფრის სიმპტომიზაციას იმაზე მაგრად ცნობ, ვიდრე ოდესმე. საერთოდ. შესაბამისად, ნებისმიერი ვარჯიში, რომელიც შენ სხეულს არ ეკომფორტულება, იმ წამსვე გაგზნობინებს სხეული. ანუ იმ წამსვე გაძლევს და ის იმ წამსვე არ არის, რომ შენ რაღაცა მერე დაუზიანო და ანუ ერთჯერად დისკომფორტი ისეთ საფრთხეს ვერ შეგვიქმნის და ამიტომ მოусმინოთ სხეულს. ყველა ვარიანტი მოусმენ, იმიტომ რომ ისეთი ძლიერი არის სიმპტომიზაცია ორსულობის დროს, რომ აი რაღაცა სასწაული არის რა, რაღაცა ულამაზესი მდგომარეობა, ულამაზესი იმას არ გულისხმობ რა. აი რაღაცნაირად ისეთ ჰარმონიაში ხარ სხეულთან, იმიტომ რომ ყველაფერს გრძნობ და გელაპარაკება ფაქტიურად ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რომ აი რაღაცნაირად ის 9 თვე არის მოსაფრთხილებელი, დასამახსოვრებელი და ესეთი მდგომარეობა რა. ასევე ძალიან აქტუალურია მან კორპუსის ვარჯიშები და განსაკუთრებით ქვედა მენჯის კედლის ვარჯიშები, რაც უფრო ტრიმესტრები გვემატება ძალიან მნიშვნელოვანი არის იქ დიდი ბალანსის ბურთზე შესრულებული ვარჯიშები, იქ წრიული მოძრაობა, მენჯის მოქნილობა და ასე შემდეგ. მოკლედ, კორპუსის გაძლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ზურგის გაძლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი დატვირთვა ორსულებს მოზის წელზე. წელთან კიდია ეს აი ამ ხელა უშველებელი საჯდომის კუნთების ცალსახად. ერთადერთი ძალიან მნიშვნელოვანია რა, მოვარჯიშეებს განსაკუთრებით ამას ვეტყვი. აუცილებლად ეცოდინებათ აბდაქტორი კუნთების ვარჯიშები და მესამე ტრიმესტრიდან აბდაქტორის კუნთების ვარჯიშები სრულად უნდა ამოვიღოთ და პირიქით უნდა გადავიდეთ
ადაქტორი კუნთების მუშაობაზე, რომელიც არის შიდა მხარეს, ბარძაყის შიდა მხარეს. ზუსტად ეს ადაქტორი კუნთები ეხმარება იმას, რომ შემდეგ სიმფიზიტი არ დაემართოს ორსულ ქალბატონს, სხვა შორის მე დამემართა, იმიტომ რომ ეგ არ გავითვალისწინე და თან იდეაში ჩემ სავარჯიშო რუტინაში არ ვაკეთებდი, მაგრამ მე თვითონ რომ მიწევდა რაღაც ვარჯიშების ჩვენება და რაღაცა, მაგანაც კი იმოქმედა, მაგ ტრიმესტრში, რომ აბდაქტორებს როცა ვაკეთებდი, არ მგონია რომ ეხლა შეიძლება მაგის ბრალი სულაც არ იყო და ისე დამემართა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აბდაქტორი კუნთების ვარჯიში პროვოცირება შეიძლება გაუკეთოს. ამიტომ მესამე ტრიმესტრში შეიძლება პრევენცია მოგეხდინა შიდა ბაძაყებზე, რომ ისეთივე აქცენტი გამეკეთებინა, რასაც გარეზე ვაკეთებდი. ანუ უბრალოდ და ყველაზე იდეალური ვარიანტი არის, როდესაც მის რგოლი რო არის პილატესის რგოლი, ეგ ვიყიდოთ და როდესაც ორსული ვართ მესამე ტრიმესტრში გადასული უკვე ტელევიზორთან რო დავждები და ავდგე და ათლახუნოთ და უჭიროთ. მოვუჭიროთ აი ამ პილატესის რგოლს. თუ საერთოდ უვარჯიშებელი ვარ, ხო? დავიწყებდი ვარჯიშს, რა თქმა უნდა, ეგრევე სირბილი და იმითი არ დავიწყებ, მაგრამ ჩვეულებრივი ესეთი აერობული ვარჯიშები თუნდაც იქ აერობიკაზე სიარული ნებისმიერი წრეზე რო შევიდე, აი შევიდეს ადამიანი, ძალიან ისეთი ის იქნება. თუ თავად ეშინია ზოგადად აი ესე ვარჯიშის დაწყების, იდეალური არის, როდესაც უკვე დაგამზადებული პროგრამები არის ორსულებისთვის ან სპეციალისტი ჩვეულებრივი პროგრამებიც ხა პირველი მეორე ტრიმესტრი ხო ჩვენი მარათონზეც ვარჯიშობენ ჩვეულებრივად გოგონები ან პილატესი მაგალითად ოღონდ იქ სადაც მუცელზე არ წვანან და ასე შემდეგ. კი, იგივე საკუთარი სხეულის კონტროლით. ზოგადად ჩვენ მე მგონი აი ვარჯიშზე იქ წეღან გამოგრჩა რო გთქვა რომ აუცილებლად ყველა ვარიანტში ვარჯიშის პროგრამა არის აუცილებელი. ანუ რაღაცა პროგრამას რომ იყოს ადამიანი. აი ესე ალაგ-ალაგ გაყრილ YouTube-ის ვარჯიშებს და YouTube-ის პროგრამებს, იმიტომ რომ დღეს ეს პროგრამა გავაკეთე ის, ანუ ხანდახან YouTube-ზე დღეც არის ხოლმე სავარჯიშო დღე რა. ეხლა დღეს ეს დღე გავაკეთე, ხვალის დღე გავაკეთე, ანუ ჯობია შეკრული პროგრამა იყოს. სისტემატური რაღაც სისტემაში იყოს მოქცეული, აი გამოჩნდა კიდევაც ჩვენს პასუხში, აი იქ მიმწოლი კუნთები, გამზიდველი კუნთები, აი როგორ უნდა იყოს რეალურად, რომ ფიზიოლოგიურად ჯერ სწორად ჩამოყალიბდეს სხეული, დატვირთვა სწორი იყოს და შედეგი მოგცეს და უბრალოდ ეფექტური ხო, ანუ შედეგს არ გაძლევს აი ესე ალაგ-ალაგ უსისტემო ვარჯიში რა, იმიტომ რომ სხეულს მაინც უყვარს repetitive patterns, გამეორებითი პატერნი როგორ არის? გავიჭედეთ. გამეორებითი ტრაექტორიები, გამეორებითი მოძრაობები. ეს იმას არნიშნავს, რომ ჩვენ ყოველ დღე ერთდაიგივე უნდა ვიმეოროთ, ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა გქონდეს, მაგრამ სხეულს უყვარს, რომ ორშაბათს მიუბრუნდეს ისე, ანუ მომდევნო ორშაბათს ისე ორშაბათს მიუბრუნდეს. თუმცა ისიც არ უყვარს, რომ მთელი ცხოვრება ეს იმეოროს. პრობლემები ხა კი გადავედით თემიდან, მაგრამ ესე პრობლემებად ხოლმე, აი თუნდაც ჩვენ პროგრამებში გვაქვს, რომ ერთი კვირის პროგრამა, მე შემდეგ კვირას ისე უნდა გაიმეორო იგივე პროგრამა და რატომ მეორდა, აი რაღაც დააკლდა თითქოს აი სხვა უნდა რაღაც ესე გონიათ. პირიქით ეგაძლევთ შედეგს და მე ზუსტად მე რო გამოგვაქვს ხოლმე ეს რაღაცა დარილიეფებული და აი ესეთი გააშენებული სხეული ზუსტად ეგ არის რომ სხეულს სჭირდება რაღაც ტრაექტორიების გამეორება რომ ჯერ ეს ერთი დასპეცდეს აი ამ მოძრაობაში სხეული იმიტომ რომ მე მაგალითად დღემდე სკვოტების და დედლიფტის დროს დღემდე რაღაცა ეს აღმოვაჩენ ხოლმე რა ვინით იყო ჩართული და აუცილებლად ერთი რომ დასპეცდეს სხეული ამ მოძრაობაში და მეორე რომ პროგრესულად გაზარდოს წონები ამ მოძრაობაში და მე გადავიდეს დავუშვათ სხვა მოძრაობებზე ამიტომ აუცილებელია რომ მომდევნო ორშაბათს მეორე კვირის ორშაბათს ორშაბათი გამეორდეს, ოთხშაბათს ოთხშაბათი გამეორდეს და ასე შემდეგ. თუმცა ისიც არ უყვარს სხეულს, რომ სულ ერთ და იგივე რაღაცეებით კეპნოს. მთელი წელი რო ერთ და იგივე აკეთოს, ერთ თვეში, ორ კვირაში, ანუ აი ეს პერიოდიზაცია უკვე აქ შემოწ პერიოდიზაცია, რომელიც იზომება ან ორ კვირაში ერთხელ, ან თვეში ერთხელ არის იდეალური, როდესაც ცვლის სავარჯიშო პროგრამას. თვეში ერთხელ იცვლება სავარჯიშო პროგრამა. თუ სავარჯიშო პროგრამის ცვლილების საშუალება არ აქვს, მაშინ ინტენსივობა უნდა შეცვალოს სალსახად და საბაზისოებს წონები უნდა მოუმატოს საბაზისო ვარჯიშებს, როგორც არის დედლიფტი, სკვოტი, ბენჩპრესი, ზურგის ნებისმიერი, ანუ ამზიდავი ვარჯიში და ასე შემდეგ. ეხლა ცოტა დავუბრუნდეთ თემაზე. ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ რამდენ ხანში შეგვიძლია აღვადგინოთ, საკეისროს შემდეგ რამდენ ხანში და აი საკეისროს შემდეგ ხშირად არის ხოლმე აი ეს ნერვული დაბოლოებების გამოწიწკნის შეგრძნება და მაგაზეც ვთქვათ. ხო. მშობიარობის შემდეგ პირველ რიგში რაც ორსულმა მშობიარე ქალბატონმა უნდა გააკეთოს ასაკის და მიუხედავად და საკეისროს და ბუნებრივის და მიუხედავად ეს არის კეგელის ვარჯიშები. სამწუხაროდ საქართველოს ჩვენ არ ყავს pelvic floor სპეციალისტები სამშობიაროებში, როცა
ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში ნებისმიერ როგორც კი იმშობიარებს ქალი, შემოდის შენთან ერთ-ერთი ვიზიტი აქვს ზუსტად აი ქვედა მენჯის კედლის სპეციალისტს, რომელიც შემოდის და გასწავლის კეგელის ვარჯიშებს, როგორ უნდა. კეგელის ვარჯიშები სამწუხაროდ უხილავი ვარჯიშები არის, არ ჩანს, იმიტომ რომ ეს არის ვაგინალური კუნთების მოჭერა და გაშვება. იქ არის სხვადასხვა მიმართულებით კი და სხვადასხვა ვარიანტები, იქ არის დიდი ხნით მოჭერა, ამერიკაშვება, მოჭერა, გაშვება. არის რომ სწრაფად აკეთებ, როგორც აი ცემინება და ხველების სისწრაფე არის ზუსტად ისე სწრაფად უჭერ და უშვებ და არის რომ ჩვეულებრივად უჭერ, უშვებ. ანუ შენ გაქვს TikTok-ზე ვიდეო, სადაც რაღაცნაირად ცდილობ რომ აუხსნა. ხო, რა, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად ვერბალურად ასახსნე, სხვანაირად ეხა იქაც ვღადაობ რომ ვაგინალური ეხოს ვერ ჩაიდგავს ადამიანი რომ გაჩვენოთ რა ხდება იქ. ხო და ყველა ვარიანტში უნდა გაკეთდეს კეგელის ვარჯიშები. კეგელის ვარჯიშების ხანგრძლივობა 2 კვირიდან 1 თვემდე უნდა მერყეობდეს პარალელურ რეჟიმში დაუშვათ სხვა ფიზიკურ აქტივობასთან. ძალიან ბევრჯერ მეკითხებიან ვაკუუმის ვარჯიშები თუ კარგი არის ახალ ნამშობიარებზე. ახალ ნამშობიარებზე ესე მთლად პირველივე კვირას არ დავიწყებდი ვაკუუმს, სადღაც მეორე კვირის ბოლოსდან ვაკუუმის ვარჯიშებიც კი ბატონო, ჩვეულებრივად შესაძლებელი არის და კარგიც არის. უბრალოდ კეგელის ვარჯიშები ეს არის აუცილებელი, ეს არის must. და რა სამწუხაროა რომ რეალურად მშობიარებს და იმიტომაც არის მე რომ ძირითადად აი ჩვენი დედების თაობას აწუხებს უნებლიე შარდვა, დაწეული საშვილოსნო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აი დაცემინების დროს, დახოლების დროს ეს შარდის გაპარვა ზუსტად იმიტომ რომ თავის დროზე არ მოხდა აი ამ აღდგენა, კი ბატონო. ხო, ამიტომ ეგ არის აუცილებელი, ხანგრძლივობა როგორც ვთქვით 2 კვირიდან 1 თვემდე, თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ მაგას მიაბავენ ასევე დიასტაზის რეაბილიტაციო ვარჯიშებსაც. რა არის დიასტაზი, რო ვთქვათ? დიასტაზი არის, როდესაც აი ეს ზედა rectus abdominis ზედა კუნთების გაწევა ხდება. პრესის კუნთების უფრო მარტივად რო ვთქვათ. პრესის კუნთების გაწევა ხდება უბრალოდ ორსულობის დროს ეს ბუნებრივად იწევა, რომ საშვილოსნოს მისცეს ადგილი სხეულმა რომ გაიზარდოს. მაგრამ ეს ბუნებრივადვე უნდა მოვიდეს უკან მშობიარობის შემდეგ, მაგრამ ხანდახან გოგონებს რჩებათ ეს გაწეული და იზომება ანუ 2 თითი უკვე არის დაშორება იმ კუნთებს. კი, ანუ ჭიპის არეალში აი ესე მათ რა ქვია ვერტიკალურად უნდა დაიჭიროთ და მოჭიმულ პრესზე თუ ჩადის 2 თითი არის უკვე დიასტაზი, 2 და ზემოთ დიასტაზი. 4 თითის ზემოთ კეთდება უკვე ოპერაცია, 4 თითამდე შესაძლებელია თავისუფლად რომ ვარჯიშით და სარეაბილიტაციო ტიპის მოძრაობებით მოვიყვანოთ აი ეს და გავაკეთოთ. ამიტომ 4 თითამდე ჩემი დიდი ეს იქნება რჩევა იქნება რომ ოპერაცია არ გაკეთდეს, პირიქით ქალბატონმა თავისით ეცადოს აი ამ ბუნებრივად ვარჯიშებით გააკეთოს. და ვთქვათ ისიც აუცილებლად რომ ჩვენს აპლიკაციაში, ჩერისვით აპლიკაციაში დიასტაზის სარეაბილიტაციო ვარჯიშებიც არის და გოგონებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ეს რო არ ჩაგვედო ჩვენ, რა ვიცი, ქალთა იმას ვაწვევით და მარათონში ბევრი ახალნამშობიარები გოგო ერთვება და ყველას ურჩევთ ჩვენ რომ ჯერ შეიმოწმონ დიასტაზი და პარალელურად აკეთონ ეს დიასტაზის სარეაბილიტაციო და 100%-იანი რეკომენდაცია ყველას მხრიდან ყველასთან დადო შედეგი. კი, ყველასთან დებ შედეგს და ოღონდ იცი რა არის, შეიძლება არც გქონდეს დიასტაზი მშობიარე გოგონას, მაგრამ ეგ ვარჯიშები მაინც ძალიან კარგია, იმიტომ რომ კიდევ ექსტრა გაძლიერება ხდება, დამატებით გაძლიერება ხდება აი ამ მენჯის ქვედა კედლის კუნთების და ეგ არის გოგონების შემთხვევაში აი ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეგ მწყობრიდან გამოდის კუჭშეკრულობითაც კი. ანუ თუ ადამიანს მუდმივი ეს ყაბზობა აწუხებს ძალიან ხშირად აი ესე მაგ დროსაც კი ეგ ჩვენი კუნთები გამოდის მწყობრიდან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ეს განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ ეს გაკეთდეს და იცი კიდე აი რა ხდება ხოლმე ხანდახან ახალნამშობიარებს სულაც არ აწუხებს წონა და უბრალოდ აი მუცელი აქვს წინ გადმოვარდნილი. ეს იმას ნიშნავს რომ შიდა ღრმა მუცლის კუნთები არ არის აუცილებელი რომ მშობიარე იყოს. ჩვეულებრივ გოგონებსაც აქვთ ხოლმე ეს რომ პეტერე ღიპი აქვთ ხოლმე გადმოვარდნილი. ეს არის რომ მუცლის შიდა ღრმა კუნთები არის მოსაჭიმი.
რაც ესე მისაწვდომად რთულია ვერც ერთი განტელით, ვერც ერთი შტანგით ვერ მიწვდები მაგას და ვერც აი ამ პრესის კაჩავით, თუ აი ეს რაღაცა ეს კონექშენი არ ქონდა ერთი, ანუ ტვინის კავშირი არ იყო ზუსტად იმ კუნთებთან და არ მოხდა იმ სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშების და მოძრაობების გაკეთება, რაც არის აი მინიმალური რა, უბრალოდ იატაკზე წელის მიბჯენა და აი ამ მიბჯენის წნევით დაჭერა. კი. საკეისროზეც თქვათ არის. ხო, ის არ გითქვია რამდენ ხანში უნდა ივარჯიშოს. ბუნებრივი მშობიარობიდან ხდება 4 კვირაში ფიზიკური აქტივობის აღდგენა, მაგრამ ფიზიკური აქტივობის აღდგენა არ უნდა მოხდეს კეგელის ვარჯიშების გარეშე. ან ჯერ კეგელი აუცილებლად. ყველა ვარიანტში კეგელი პირველივე დღიდან იწყება კეგელი. პირველი მეორე დღიდანვე მიზაბიხედვით როგორ გძნობს მერე 4 კვირაში ვარჯიში. 4 კვირაში ვარჯიში. საკეისროს შემთხვევაში ვიძახით 8-დან 10 კვირამდე იმის დამიხედვით როგორ გრძნობს ისევ და ისევ ფიზიკურად თავს. აქაც კეგელი აუცილებელი არის მეორე მესამე დღიდანვე. და ხო, რაც შეეხება ძალიან ხშირია ხოლმე აი ნაკერთან უსიამოვნო შეგრძნება ვარჯიშისას. ამაზე არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ როდესაც ვარჯიშობთ, ჩვენ სისხლის აკუმულირება ხდება ზუსტად იმ დროს, მით უმეტეს როდესაც პრესების ვარჯიშს ვაკეთებთ, სისხლის აკუმულირება ცალსახად ხდება მუცლის არეალში და აი ეს ნაკერის გადაბმა, ეს connective tissue, რასაც ქვია, იქ რო არ არის, უпростоრად უკვე ნაკერი რომ მოხდა და ბუნებრივი ეს გადასვლა არ არის, აი ეგ იძლევა ზუსტად იმ წიწკნის შეგრძნებას. ასე რომ საშიში არ არის, ეგ დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გაივლის და იმის მანიშნებელი ნამდვილად არ არის რომ ნაკერები გაიხსნა. ხო, კი, ამის ეშინიათ ხოლმე ხშირად. ზუსტად მაგიტო არის ის 8-დან 10 კვირა საჭირო რომ ნაკერების შეხორცება სრულად აღდგეს, მოხდეს და შემდეგ დავიწყოთ უკვე ფიზიკური აქტივობა. კი. მოკლედ თქვათ ლაქტაციაზეც. ამ დროს ფიზიკური აქტივობა? ფიზიკური აქტივობა და მოდი კვებაზეც თქვათ რომ ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს და კი, ლაქტაციაზე მე არ მივესალმები კალორიულ დეფიციტს, თუმცა შესაძლებელია დააკეთებენ. გააჩნია როგორი წონით გამოვდივართ მშობიარობიდან, თუმცა მე მაინც არ მივესალმები იქიდან გამომდინარე, რომ სხეული იმდენად დიდი ენერგიის დაგენერირება ჭირდება, ერთი რომ მით უმეტეს თუ ბუნებრივ კვებაზე არის, რომ რძე წარმოქმნას ორგანიზმმა და პლუს აღდგენით ფაზაში არის მთლიანი სხეული. კი. იმიტომ რომ მშობიარობა ჩათვალეთ, რომ აი ერთი დიდი კამას რო შეეჭიდო და კამაზი რო გაწიოთ, იმის ტოლფასი არის მშობიარობის თვითონ აი პროცესი, ხო? ურთულესი პროცესი არის მთელი ანუ ქალისთვის უამრავი ზოგს ნეკნები უტყდება, ანუ ძალიან ბევრი ესეთი რაღაც ხდება რა, აი ურთულესი პროცესი არის წარმოიდგინე მენჯირა ხელაზე უნდა გავიდეს, რომ ადამიანი იბადება, აი პროსტო რომ დაუკვირდები ამ სიტყვას, რომ ერთი ადამიანიდან გამოდის მეორე პატარა ადამიანი და ბადებს სიცოცხლეს, ნუ იმ უშველებელი პროცესი არის და ნუ რაღაცა სასწაული პროცესი არის ისედაც რა და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს რამდენ სიწევს და ანატომიურს მათ შორის. ანუ მაგის აღდგენას, ხო, რა ვიცი, ახლა ზოგი დრო უნდა მივცეთ ჩვენს ხელს ესეთ შემთხვევაში. და ანუ მაგ დროს, რა ვიცი, ლაქტაციის დროს კალორიული დეფიციტი, ნუ არ შევქმნიდი მაგალითად 500 კალორიის დეფიციტს და შევქმნიდი მაგალითად, რა ვიცი, 200-250 კალორიის დეფიციტს. ანუ მინიმალურ დეფიციტს შევქმნიდი, მოკლედ რა, ესე ციფრებით რო არ ვილაპარაკოთ, მინიმალურ დეფიციტს შევქმნიდი, რომ აღდგენაში დავეხმარო სხეულს. რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, ძალიან რთული არის მაგ დროს ხტომითი ვარჯიშები, იმიტომ რომ არანაირი ლიფი და არანაირი სპორტული წაჭერა არ შველის მაგას. იმ სიგრძემის შეგრძნებას და ისედაც ნუ მტკივნეული არის რა, ზოგადად ახალ ნამშობიარები ქალბატონის კერდი, იმიტომ რომ ნუ სავსე ვართ. ხო. ხტომას გამოვრიცხავდი, რა თქმა უნდა, ისედაც ქვედა მენჯის კედლის კუნთებისთვის პირველი ექვსი არ არის რეკომენდებული. ხტომითი ვარჯიშები, სირბილი, ხტომა და ასე შემდეგ და ლაქტაციაზე მით უმეტეს არ არის სასიამოვნო. ასე რომ მაგას ამოვიღებდით, დანარჩენი ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, ჩვეულებრივ შეგვიძლია გავაკეთოთ, უბრალოდ უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა, იგივე შეცდომა არ გაიმეოროთ, რაც მე დამემართა, რომ თორე აქ კიდე ამოვანათ. ანუ იმაზე დიდი დატვირთვა არ უნდა მივცეთ სხეულს, ვიდრე ჩვენ ამ სხეულსაც შეუძლია, იმიტომ რომ სხეული როგორც გითხარით არის აღდგენის პროცესში და მოკლედ ეგ არ უნდა მოვაკლოთ მას რა, ის ნელ-ნელა ეტაპობრივად უნდა ნაბიჯ უნდა გავზარდოთ დატვირთვა. ჭკვიანურად, კი. ვარჯიშზე ორი კითხვა დარჩა, რაც ესე ხშირად დასმული იყო. ერთი არის, როგორ დავაპროგრესიროთ წონებით
ვარჯიში. აი, დავშვით ვარჯიშობთ წონებით და გვინდა რომ აი წონები გავწარდოთ და ის ზრდის პროცესი როგორ უნდა იყოს. ხო, ეგ ძალიან ბევრს გონია, რომ სულ მუდმივად პროგრესი, ისედაც ჩვენც ესე ვახსოვთ. კი, აი ამ კითხვაში ეგ იგრძნობოდა სიმართლე გითხრა. სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს პროგრესი? ჩვენ იდეაში ჩემგანაც სულ ეგ მიდის ხოლმე, რომ აი სულ პროგრესი უნდა იყოს, პროგრესში რო იყოს, პერიოდულად უნდა იყოს რეგრესში, რომ უფრო მეტი პროგრესი დაგვეტყოს. ანუ მაგალითად ჩვენი მარათონი მე ეგრე მაქვს აწყობილი, რომ რაღაცა თვეები გვაქვს დარტყმა, რაღაცა თვეები გვაქვს. მე გვაქვს უწონო. ერთ წელიწადში ერთხელ ვაფშე უწონო გვაქვს, ხო? მაგრამ პლუს თვითონ თვეებშიც მაქვს ისე წლის შიგნით ისე გვაქვს გაკეთებული, რომ რაღაცა დატვირთვა, მერე ცოტა დაუწევ. როდესაც ესე აქტიურად წონებს ემუშავებიან დარბაზის პირობებში, თვეში ერთხელაც კი ხდება ერთი კვირის განმავლობაში წონების დაკლება, ანუ deload ფაზას ეძახიან მაგას, წონებს ვაკლებთ, რომ შემდეგ ორი ნაბიჯი, ანუ ერთი ნაბიჯი უკანო, მერე ორი ნაბიჯი წინ გადავ. ანუ გამოდის რომ რაღაც გადატვირთვა უნდა გავაკეთოთ. გადატვირთვას ვაკეთებთ, რომ სხეულმა რაღაცნაირად აი თითქოს ახალ დატვირთვა დაღიქვას ის. იმიტომ რომ სხეული უკვე ადაპტირდა იმ დატვირთვასაც, რასაც შენ უკეთებ ამას და რაღაცნაირად ის ერთი კვირა ატყუებ, რომ აი მეც რა არის ხმე შენ დაგიკელი ცოტა. მოდი ხა აი ამაზე ადაპტირდი, რომ მე ის რასაც მომამატებ, უფრო დიდი დარტყმა იყოს. მოიჩვენოს თითქოს ახალია და ახალიდან უნდა შეჭიდოს. რაც უფრო ახალი დარტყმაა სხეულისთვის, მით უფრო ახალი ნახევები წარმოიქმნება ჩვენს კუნთში და მით უფრო მეტად აიძულებს სხეულს, უფრო სწორედ კუნთი აიძულებს სხეულს, რომ იმ სისხლიდან უფრო მეტი საკვები ნივთიერება აიღოს და უფრო კარგად გაიზარდოს. რეალურად აღდგენის პროცესი გზრდის ჩვენს ხო და კი ამერი. ანუ თქვათ რომ რეალურად ეს როგორ თქვათ დაზიანებები მიკროდაზიანებები ხო არის ის რაც შემდეგ ზრდის ამ კუნთს კი ზუსტად აღდგენა და ასევე წონის მატება არ უნდა ხდებოდეს 25%, 50%. აი ამას ცალსახად ვერ მომამატებ და ვერ გაუძლებ ერთბაშად თუ უკვე დიდ წონებზე ვართ რა. უნდა მოხდეს იქ თითო კილოს მომატებით. მე იმ თითო კილოს ემუშავები რაღაცა ერთი კვირა, ორი კვირა და მე იმ თითო კილოს ამატებ კიდე თითო კილოს, როდესაც უკვე მაღალ წონაზე ხარ ასული. აი ხა მე მაგალითად შევაჩერე წონების მატება, ანუ და ვმუშაობ აი მაგალითად 80 კილოს მივაღწია, ხო? ჩაჯდომაში ან დედლიფტში. იმ 80 კილოს ვემუშავები მუდმივად. ანუ ერთი კვირის დავშვით ერთი თვის შემდეგ ის ერთი კვირა დავაკლებ ამ 80 კილოს, ჩამოვალ და მე ისევ ეს 80 კილო ჩემი სხეულისთვის ისევ დატვირთვა არის რა. და მე მაგას ვემუშავებ. ანუ ვის რა მიზანი აქვს გააჩნია რა, ეხა ისედაც ახლა ჩვენი სხეული რაღაც შესაძლებლობა აქვს. იმის იქით რაც უნდა გვინდოდეს ვერც გავზრდით. ჩვენ სხეულს ლიმიტები არ აქვს განვითარებაში, მაგრამ რაღაც მომენტში კი. აი რაღაც წონარის იქითაც უკვე არაბუნებრივიც არის 300 კილოს ვის რა მიზანია? ვერ დაძლევა ალბათ არა? შეიძლება დაძლიო. ხო, რა ვიცი. არის ლაშატალახაძე თუ ხარ. არ გინდა ლაშატალახაძე იყო ერთი ანუ ხო ლაშატალახაძე ფიქრობ რომ მოცულობი დიდია ხო? ერთი ტიკტოკერი ტიპი არის. აუ აღარ მახსოვს რა ქვია, იგორი თუ რაღაცა ალექსანდრე მე მგონი. აი უწრილე რა შეხედავს კაფანდარა ბიჭი არის. როგორი ღადაობა ის აქვს, იცი? ჯერ დარბაზებში დადის, ვითომ დამლაგებელია. კი, მინახავს. და ეს დამლაგებლის ჯოხი აქვს, ქვემოთ 60 კილოიანი აქვს. რა და აი ძალიან ჩვეულებრივ და ვიღაც ძალიან ბოდიბილდერებს ვაწავ, დამიჭირე ზმურა და გინდა მე ავწიო, შეიძლება ავწიო შენი წონა და რაღაცა ესენი რო ეღადავებიან, რომ შენ რას აწევ ძმაო და რაღაცა და აბა ერთი ეს დამიჭირე და ვნახავ აბა და ჯერ რო იჭერენ და ხელი უვარდება და ჩვეულებრივად წევს 300 კილოსაც და მეცაც რა. ნუ ვიზუალურად არ უნდა შევაფასოთ შესაძლებლობა კუნთის. ვიზუალურად ნამდვილად არ უნდა შეაფასო შესაძლებლობა, იმიტომ რომ არის რაღაცა ტაქტიკები, შესაძლებელია განავითარო შინაგანი ძალა, ფეთქებადი ძალა, ისე რომ აი ეგეც არარეალურ წონებს. ამასაც მე ერთი დიდი პოდკასტი ცალკე ეკუთვნის. ერთი კითხვა რაც დარჩა, ესე ქალებისთვის აქტუალური ეს ინექციური პროცედურები, ბოტოქსი, ფილერი და აი ამის შემდეგ ვარჯიში და ვარჯიშის თემა ამით დავასრულოთ. ბოტოქსის შემდეგ რატომღაც ბევრს აქვს ეს მომენტი რომ ორი კვირა ერთი კვირა არ უნდა ივარჯიშონ. ბოტოქსის შემდეგ 24 საათში შესაძლებელია ვარჯიში. ამას მოწმობს ჩემი ფანტასტიკური კოსმეტოლოგი სოფიკო აზრუმელაშვილი.
სოფიკოს მოვიკითხავ აქედან. და ანუ რა ვიცი, ჰოლივუდის კოსმეტოლოგები, მთელი ბევერლი ჰილსის კოსმეტოლოგებიც თუ კი რაიმე ხო, მე მგონი შეიცვალა ეს გაიდლაინიც ადრე იყო რა ორი. იმედია შეიცვალა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გვხდება ახლა ეგ, რომ აი ბოტოქსი გავიკეთე და ორი კვირა არ ნავივარჯიშო, ხო, თუ 10 დღე არ ნავივარჯიშო. მე ბოლო დრო შემხვდა რომ 3 დღე, 4 დღე. უკვე ესე უკეთე. ხო, თვითონაც მე მგონი თავს იზღვევენ ეს კოსმეტოლოგები და. ეგეც არ არის. 24 საათის შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივად ივარჯიშოთ. ბოტოქსის შემდეგ. აი რა შეეხება ფილერზე არის მაგის საშიშროება, რომ რაღაცა მიგრირება და რაღაცა განიცადოს. თუმცა მანდაც აი 2 დღეში შესაძლებელია რომ ფიზიკური აქტივობა მოიყვანო რა. იმიტომ რომ ხა იმ ფილერის სადაც სად გაქვს ფილერი? ლოყაში, ლოყას არ ვარჯიშებ. ტუჩი არ წერა, ხო, არ ჯიშის, თუ ძალიან არის ჯღანები, არ დაიჯღანთ ხო ვარჯიშის, რომ ძალიან. თუ გეჯღანინება, ცოტა წონას დაუკელით ფილერის შემდეგ. ხო. და ნიკაპში იმატებენ ხოლმე კიდე. ანუ ისეთ ადგილებში გაქვს, სადაც ან ფიზიკურად აქტივობა არ უწევს, რომ მიგრირდეს. ხო და შესაბამისად 2 დღეში. კი. რამე კითხვა ხო არ გინდა კიდე რომ გავიაროთ მე მგონი ყველაფერი ვარჯიშზე გამოგვიდა და ვარჯიშის გარშემო მე მგონი ყველა კითხვა დავსვით მაყურებელს ვეტყვი რომ ამ ვიდეოს კომენტარებშიც ნებისმიერ ჩვენ სოციალურ ქსელში შეუძლია მოგწერონ კითხვები სეზონში ერთხელ მინიმუმ გავაკეთებთ გავს რუბრიკას გავივლით თქვენს კითხვებს ბევრი ისეთი კითხვა შემოვიდა, რაზეც უკვე დაგეგმილი გვაქვს ჩვენს პოდკასტი. ეხლა აქვე ვერ მოხდა დღეს. იმიტომ რომ ჩათვალეთ რომ ეგ თქვენი კითხვა დიდ პოდკასტში მოხდება. წონის მომენტებში გვექნება, კი, კლებაზე გვექნება ცალკე პოდკასტი და დაელოდეთ დანამატებზე იყო ბევრი კითხვა და დანამატებზე იქნება, ასე რომ ყველაფერი დაგველოდეთ. კი, ჩვენ გვაქვს თქვენი ზურგი. როგორ არის? We got your back. კი. აბა თქვენ იცით, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის. რა უნდა გააკეთოთ კი იცით, რომ უნდა უყუროთ, უნდა გამოიწეროთ, უნდა დაალაიქოთ, უნდა დაგვეხმაროთ ზრდაში, რომ მე კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს ესეთი სასარგებლო ინფორმაციები და მოკლედ ჩვენ ერთად თქვენთან ერთად უნდა გავიზარდოთ ამ სივრცეში. ძალიან დიდი მადლობა. დროებით.